იცით თუ არა რომ საუკუნეების წინ გორსა და თბილის შორის დიდი ტბა იყო. ჩემი თუ არ გჯერათ, აი ამ რუკას შეხედეთ ჩემს ზემოთ. ეს ფრანგი სამეფო კარტოგრაფის პიერ დიუვალის რუკა სახელწოდებით ჯორჯია და რუკა მე-17 საუკუნის 70-იანი წლებიდან იბეჭდებოდა ევროპის ქალაქებში. რუკის აი ამ ნაწილში ვხედავთ აღნიშნავს გორი, ხოლო მისგან სამხრეთით დატანილია თბილისის აღნიშვნა სახელწოდებით ტიფლის. ხოლო ამ ორ ქალაქს შორის ვებერთელა ტბაა მოთავსებული. შესაბამისად ჩდება კითხვა, რომელი ტბაა გორსა და თბილის შორის მოთავსებული? პასუხი ძალიან მარტივია. სინამდვილეში ეს სევანის ტბაა. უბრალოდ მე-17 საუკუნის ფრანგული და ნიდერლანდური კარტოგრაფიის ტრადიციის თანახმად, არც თუ იშვიათად ფრანგი და ნიდერლანდელი კარტოგრაფები სევანის ტბას შეცდომით გორსა და თბილის შორის ათავსებდნენ. სხვათა შორის ეს შეცდომა ფრანგებმა 1723 წელს საბოლოოდ გაასწორეს, როდესაც სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობის შემდეგ ევროპაში პირველი დეტალური რუკა გამოიცა ჩვენი რეგიონის შესახებ. ცხადია, მხედველობაში მაქვს გიომ დე ლილის ეს შესანიშნავი რუკა, რომელიც უაღრესად დეტალური და გამორჩეულია. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.